ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თან ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსის ერთმანეთთან შეწყვილება შეიძლება, ხო? რაც საბოლოო ჯამში დენისოვერსა და ნეანდერტალებსაც. ხო, რაც საბოლოო ჩვენს გენეტიკას აისახა, სადღაც 2% ნუ 1-დან 4%-მდე ესე ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ გააჩნია არის გენეტიკაში, თუმცა მხოლოდ მათში არ არის ვის აფრიკა არ დაუტოვებია. აფრიკა ვინც დატოვა, მოკლედ მე შეიძლება, ნუ აფრიკა ვინც არ დატოვა, შეიძლება იმიტომ რომ ნეანდერტალელი არ ყოფილა ფიზიკურად აფრიკაში, რომ იქ მომხდარიყო ეს შეწყვილება. ნუ არის ესეთი შეხედულებები, არ ვიცი რომ ნეანდერტალები იყვნენ უფრო ქერები, ხო, არ ვიცი ეს. რამდენად რეალურია, ხო? მათ შორის საუბარი იმაზე, რომ რაღაც გენეტიკურად ეს კოდიო რაღაც ქერა და ის მაგიდან შემოვიდაო ნეანდერტალელს. რა თქმა უნდა, ეგ ესე არ არის ესე, იმიტომ რომ ეხლა უკვე თანამედროვე ჰომო საპიენსის სულებები დამოკიდებული არის იმაზე, რა კლიმატში იყო, ხო? და ასე შემდეგ, ის თვალის ფორმა თუ ფერის ყველაფერი მაგაზე ზედმეტად დამოკიდებული. თუმცა ხო, და ასევე მუტაციებზე, რომლებიც ხდება და აი ჩვენ რომ ვამბობთ 1-დან 4%-მდეა, თქვათ, ჰომო საპიენსში გენეტიკური ინფორმაცია ნეანდერტალელების, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ მე მუტაციები რო ხდება, ეს ინფორმაციები იკარგება. ანუ ის ძველი ხო, იკარგება ეს რა ეს გენეტიკური ინფორმაცია მუტაციებთან ერთად ეწერება, აი კასეტაზე რო რაღაც გადააწერა ერთი სიმღერა რო და მეორეს რო გადააწერა. ხო, რაღაცები. ჩვენი თაობის ხალხი მივხვდი. კი. ნუ მათ შორის დენისოველები არის უფრო აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებს, როგორც მე ვიცი. როგორც მე ვიცი, ყველაზე მეტი შედარებით არის აი ტიბეტის მხარეს ვინც ცხოვრობსო, მაგას რაღაცებს წამიკითხავს. ოკეანეთში ასევე. ხო. ხო, ანუ რეალურად ეგ მასეა და ჩანს რომ აი ზუსტად ეგ ჩანს რომ რაღაც სწორხაზოვანი ევოლუციური პროცესი არ მიდიოდა